გადავარჩინოთ რეწვის ქართული ტრადიციები, ასეთია სპეციალური კურსების მთავარი მიზანი, რომლებსაც უკვე 5 წელია პედაგოგები მოწაფეებს უტარებენ. მოზარდებს სრულიად განსხვავებულ ჟანრებში შეუძლიათ შემოქმედებითი ძალების მოსინჯვა. 10 წლის ქრისტინა დარაია ხალხური რეწვის გაკვეთილზე უკვე მეორედ მოვიდა. ის შაბათ-კვირას ეთნოგრაფიულ მუზეუმში თიხაზე მუშაობას სწავლობს. ტრადიციული ხელსაქმის გაკვეთილები აქ კიდევ 3 თვე გაგრძელდება. ამის წინ გავაკეთე ერთი ჯამი და ეხა შრება ის და მე სახელს და გვარს დავაწერ. ელია მასწავლებელი მეხმარება. ჩემთვის არ არის რთული და სხვა შეიძლება ვერ აკეთოს. ხაზე მუშაობის გარდა დაზგასა და ჩხირებით ქსოვა, ტილოზე ნემსით ქარგვა, ხეზე კვეთა და ტრადიციული მჭედლობა. ეს იმ დარგების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში უფასოდ ასწავლიან. გაზაფხულსა და შემოდგომაზე უკვე მე-5 წელია სურველები უფასო სასწავლო კურსს გადიან. თავდაპირველად ეს დავწყისებული იყო, ვერ წავდი თიხაზე და ქსოვდი ხევსურული ტექნოლოგიით წინდებს. ბმა არის, იმიტომ რომ თვითონ ის ძველი ხევსურული ქსოვის ტექნოლოგია, ძველებური ჭრა ხეზე, სათევნო გარემო არის, კარგი ადგილი არის, სუფთა ჰაერი არის და ყველა იპოვის რაღაც თავის საქმეს არ. სხვადასხვა დარგში 4 საათიან გაკვეთილებს 7 პედაგოგი ატარებს. თითოეული მათგანი მივიწყებული ტრადიციების გაცოცხლებას ცდილობს. სწორედ ამიტომ პროექტის ფარგლებში ასაკი შეზღუდული არ არის. ჩვენ ვასწავლით ძველ ქართულს, რაც მივიწყებული იყო ტექნიკა. ჩაშიბვით ქსოვა, ორი ძაფით ქსოვა, ქარგვაც, ქართული ორნამენტი, მხოლოდ ქართულ ორნამენტს ვასწავლით ქართული ფერებით, როგორც იყო ჩვენი წინაპრები, როგორც აკეთებდნენ. ღიაცისქვეშ ჩატარებული გაკვეთილები ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხალხური რეწვის ტრადიციების შენარჩუნებასა და ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის უკვე მე-5 წელია ეროვნული მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება. 5 წელია მიმდინარეობს ეს საინტერესო პროექტი, რომლის მიზანია მომავალ თაობას გადავცეთ ის საიდუმლოებანი, რასაც ქსოვდა, რასაც ფლობდნენ ჩვენი წინაპრები. სხვადასხვა სფეროში. გასულ წელს გაცოცხლებულ ტრადიციებს არამხოლოდ ქართველები, არამედ მუზეუმში მისული უცხოელი ტურისტებიც ეუფლებოდნენ. წინა წლის მონაცემებით ქართული რეწვის ხელოვნებას 1000-მდე ვიზიტორი გაეცნო. დაინტერესებულ პირებს პროექტში რეგისტრაცია ინტერნეტის დახმარების გარდა ადგილზე მისვლის შემდეგაც შეუძლია.